მოგესალმებით. ამ ვიდეო გაგუთოლში აგიხსნით, თუ როგორ მუშაობს ფუნქცია subtotal-ი Excel-ში. Subtotal-ის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია წამოვიღოთ აგრეგირებული მონაცემი, თუმცა ისე, როდესაც ფილტრაციას დავადებთ ცხრილს, მნიშვნელობა შეიცვლება. შესაძლებლად მოდი ჯერ გამოვიყენოთ ფუნქცია 3. გვაქვს წარმოდგენილი თანამშრომლის მორიგეობის ცხრილი კლინიკების და მიხედვით, გვაქვს ნამუშევარი საათების სვეტი ანაზღაურება საათში და ჯამური მორიგეობა ამ ორი სვეტის ნამრავლით. სწორედ ამ სვეტის დაჯამება გვსურს. მივმართოთ ჯერ ფუნქცია 3-ს. გავხსნათ ფრჩხილი, ავირჩიოთ სწორედ ეს დიაპაზონი და დავხუროთ. ენტერი. დავხედოთ, რომ ჯამური მორიგეობა ყოფილა 12900 და 30. ახლა რომ გავაქტიურებ ფილტრი და ერთ-ერთი კლინიკა მოვნიშნო. ხედავ, რომ მნიშვნელობა არ შეიცვლება. მოხსნათ ფილტრი და მიმართოთ ფუნქცია subtotal-ს. ტოლობა subtotal-ი, დავუწევთ tabs და ავტომატურად შეივსება ფუნქცია და გაიხსნება ფრჩხილი. და პირველი პარამეტრი იქნება function-ი. ანუ აქ მეუბნება, როგორი ტიპის აგრეგირება მსურს. იმისათვის რომ არ ყოფილიყო ცალ-ცალკე ფუნქციები, average total-ი, count total-ი და sum total-ი, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გაერთიანებულია ერთ ფუნქციაში, თუმცა Excel-ს უნდა უთხრათ, რომლის გამოყენება გვსურს. სწორედ ამიტომ გამოდის ეს ერთგვარი ნომენკლატურა, თუ ერთიანს მივუთითებ, ეს იქნება average-ი, ხოლო ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს დაჯამება, ამიტომ უნდა ავირჩიოთ ცხრიანი. ორჯერ დაკლიკებით ან პირდაპირ ცხრიანის აკრეფით, პირველი პარამეტრი მზად არის. ძიმე. ხოლო reference 1, reference 2, reference 3 ყოს საშუალებას მაძლევს, რომ ავირჩიო ის დიაპაზონი, რომლის აგრეგირებაც მსურს. დავხურებ ფრჩხილი, დავწექი enter-ს. ამ ეტაპზე ვხედავ, რომ ჯამი იგივეა, თუმცა იმიტომ, რომ არანაირი ფილტრაცია გააქტიურებული ჯერ არ მაქვს. ჩამოშალოთ კლინიკის ფილტრი, ავირჩიოთ ერთ-ერთი და ვხედავ, რომ ახალი მონაცემი უკვე დათვლილი იქნება ხილვადი უჯრების და მიხედვით, განსხვავებით ფუნქცია 3-ისგან. თუმცა ამ ორი ფუნქციის ერთობლივად მე შემიძლია გამოვთვალო კლინიკების და მიხედვით მორიგეობის პროპორციები. მაგალითად, ვინაიდან subtotal-ი შემცირდება ფილტრაციის მიხედვით და 3 ყოველთვის დატოვებ ჯამს, შემიძლია შევაფართოთ subtotal-ის რიცხვი 3-თან, დავწვევ enter-ს. და მოდი ეს გარდაგვქნათ წინასწარ პროცენტის ფორმატში. home ribbon-ზე ავირჩიო პროცენტს და აბა დავადოთ ფილტრაცია. მაგალითად, მაინტერესებს კლინიკა ჯანი. ხედავ, რომ 7445 ლარი იყო მორიგეობა ამ კონკრეტულ კლინიკაში, რაც წარმოადგენს 62%-ს მთლიან მორიგეობაში. თუ გავფილტრავ სხვა კლინიკას, ხედავ, რომ მაგალითად კლინიკა პრევენციის მორიგეობა ჯამურად იყო 27% მთლიანი ქსელის მასშტაბით მორიგეობის. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეოს თემა. მადლობა ყურადღებისათვის და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.